მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა აზროვნების თავისუფლება, მე მაყოლა ბერიანიძე ვარ და დღევანდელი თემა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება ფაქტიურად ჩვენი დღევანდელი გადაცემა და შეიძლება დაახლოებით ასე დავასათაუროთ დღევანდელი თემა, რა მოგვივიდა უმდიდრესი და მდიდარი საქართველო, როგორ გახდა ასეთი ღარიბი და რა დღეშია ჩვენი ხალხი. ჩვენი ხალხი, ეკონომიკა და ხელისუფლება, მოდი ასე ვთქვათ. დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად გვყავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მაჟორიტარი კასპიის რაიონის ბატონი დავით ონოფრიშვილი. ვფიქრობ, რომ ზუსტად ის საკითხია, რომელიც ხალხს ძალიან აინტერესებს, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ დაგვირეკოთ 238-105 თქვენი წინადადებები ძალიან მოკლედ მდგომარეობა, რასაც თქვენ ამ პერიოდში განიცდით, რასელით, როგორ ხართ, რა განწყობით არის და მე ვფიქრობ, რომ ბატონი დავითი ჩვენ კითხვებზე უფრო შუდად გვიპასუხებს, ვიდრე ეს 2 და 3 წუთიანი ჩართვა. დიდი მადლობა ბატონი დავით მოგზაურობისთვის. მადლობთ. ძალიან მე მგონი ახლა ყველა ტელევიზია ნადირობს სწორედ ამ ეკონომიკურ ჯგუფსა და განსაკუთრებით ამ კომიტეტზე და მის უმეტეს მის თავმჯდომარეზე. გმადლობთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იმ რაიონში, რომლის დეპუტატი თქვენ ბრძანდებით, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. ის რაც მე მგონი საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ რა თქმა უნდა მე ვსამძიმრეთ ოჯახს, მაგრამ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რა ხდება, რა არის, რა ქვია ამას ფაბუნდეთ. მოგესალმებით მაყურებელს, ობიექტივის, მე დიდი ხანია რამდენიმე კარგო პერიოდი არ ყოფილი ვარ და მადლობთ მოწვევისათვის. დავიწყოთ ბატონი იური ვაზაგაშვილის ხსენიებით, მინდა კიდევ ერთხელ მივსამძიმრო ოჯახს საქართველოს. იმ მომენტში მე ამერიკაში გავხდით სწორედ იმ დღეს და ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვის, მართლა შოკირებული ვიყავი და ვისაც კი ვესაუბრე იმავე პერიოდში ამერიკაში ქართველებს, აბსოლუტურად აღქმა და ეს განწყობა იყო ერთნაირი, რომ ეს აი მართლაც სერიოზული დარტყმა იყო მთელი საზოგადოებისათვის, როდესაც სიმართლისთვის მეომარი ადამიანი თავის ვაზიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ამდენი წლები იბრძოდა სამაგალითოდ, ალბათ აი სამაგალითო მამა იყო ამ ხრივ და ეს ადამიანი ესე საფლავზე მკვლელებმა სამარცხვინოდ ჩვენი ქვეყნისათვის ნაბიჯი გადადგა, ალბათ არა ერთმა და არამედ ალბათ მთელი ჯგუფი მოქმედებდა, რომ ეს კაცი დაიღუპა. ამიტომ ეს საზოგადოებამ დაგმო, სხვანაირადაც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ აქ ეს საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, ქალბატონო მაყოლა, ყველა ვიცით, რომ აქ ჩვენ საზოგადოება ელის, როგორც ახლა შვილის ელოდა ამ წლების მანძილზე, ახლა ელის მამის ბატონი იურას მკვლელების საკითხს და მათ გასამართლებას და ნამდვილად ეს არ უნდა გაგრძელდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღსდგეს. 100% სამართლიანობა შეიძლება არსად არ არსებობს, მაგრამ ის რაც საქართველოში ხდებოდა წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის დროს და რა დაპირებაც უნდა იყო, ის უნდა რაღაცა მასშტაბებით მაინც უნდა რეალურად მოხდეს და რასაც მოსახლეობის უმეტესობა ითხოვს, როგორც ამ საკითხში, ისე მთელ რიგ საკითხებში, ისე ქონებრივ საკითხებში და ასე შემდეგ. დაპირებები კვლავ არის, ნახოთ, ყოველ შემთხვევაში უკვე ხა თებერვალზეა საუბარი, ხო, რამდენიც მე ვიცი. დაველოდოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ოლოდინსას რაღაცას ყოველთვის რაღაცა ვადები აქვს და მოსახლეობა ნამდვილად ამ ხრივ სამართლიანად არის უკმაყოფილო. ბატონო, რა დაგვემართა, რომ საქართველოში ახლა ვისაც ახსოვს ახლა ჩემი თაობის ხალხს, ხო, თქვენი და თქვენ უფრო ჩემზე პატარა ბრძანდებით ასაკით. ახსოვთ და რა დაგვემართა, რომ საქართველო, რომელსაც მეტნაკლებად არ ქონდა მაინდა-მაინც ესეთი ცუდი მდგომარეობა, აი ეს ამდენი წლების განმავლობაში სულ უკან მივდივართ და დღევანდელი მდგომარეობა არის მე შემიძლია ძალიან მძიმე. რა დაგვემართა?
როგორ გითხრათ, საქართველოს ძალიან შორიდან თუ დავიწყებთ ეს შორეული პერსპექტივა ალბათ შორეული ის უახლოეს ისტორიიდან ალბათ ეს არის დამოუკიდებლობის წლებიდან შემდგომ რაღაც ყველა სირთულე ჩვენმა ქვეყანამ გადაიარა პოლიტიკურადაც ეკონომიკაშიც ომი და ყველა უბედურება დაატყდა ამ ქვეყანას. Ну, ეხლა ერთამის ვიტყვი რომ ეხანდელი მდგომარეობა არ არის ის, რაც თქვა 90-იან წლებში იყო, ეკონომიკურად და ბევრად სხვანაირია და ცოტა ისე ჟღერს უკეთესია, იმიტომ რომ უკეთესი არილება და ეხლა უკეთესი არის იმასთან შედარებით, რაც იყო, თქვა, მაგრამ ეს რომ მიუღებელია და ის მდგომარეობა არ არის, რაც ჩვენ მაშინ ვისურვებდით და არათუ მაშინ თუნდაც 5 წლის წინ და ყოველთვის გვინდა რომ რაღაც ცოტა რადიკალური ცვლილებები ხდებოდეს, ხო, იგივე ეკონომიკაში, ადამიანთა ცხოვრებაში, თან პატარა ქვეყანა არის ამხელა რესურსებით, შესაძლებლობებით არა ვართ ეს ქართველები ბევრნი, სულ ბოლო აღწერით, როგორც ახლა წინასწარი ამბობენ, ის არის უკვე 4 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს თვითონ საქართველოში და ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ ის 1.5 მილიონი თუ 2 მილიონი უახლოესი აწლეულობის მანძილზე წავიდნენ და დატოვის ქვეყანა. ჩვენი ოჯახის წევრები თუ ნათესავები და მეგობრები და ცხოვრობენ ამ სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე იყო და არის დღესაც. ამიტომ ჩვენ ეკონომიკური სასწაული ალბათ ესეთ რეგიონში როგორც საქართველო ვერ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენი სამეზობლოს თუ გადახედავთ და მუდმივი კონფლიქტები და თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის საომარი მდგომარეობა და ომი ცხადია ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის და მუდმივი საფრთხეების არსებობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა უფრო მეტ ასე ვთქვათ ეკონომიკურ სიკეთეს ღებულობდეს თითოეული მოსახლეობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. თორემ ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი პატარა ქვეყნების მაგალითები, რომლებიც არც ისენი იყვნენ, ვთქვათ, მარტივ მდგომარეობაში, მაგრამ ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვთ, იგივე ხელფასების იქნება, პენსიების, სოციალური მდგომარეობით თუ ასე შემდეგ. ჩვენთან ეს სწორდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ძალიან მწირედ და ცხადია ეს არავისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის და არ ვიცი ვინ უნდა თქვას, რომ ეს ჩვენ ახლა რაღაც პრობლემა ყოველთვის ვაბრალებს სხვას. მე ვამატყობ ახლა საქართველოში ვართ და ვიცით ხო, ქართული ხასიათიც, ქართული მუშაობის რიტმებიც, ქართული სტრუქტურების ერთმანეთთან დამოკიდებულებაც და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, მე მგონი რომ პრობლემა პრინციპში მაინც ჩვენშია. კი, ბევრი გარედან ფაქტორები არსებობს, მაგრამ თქვენ თქვით რომ აი სხვა ქვეყნები ამობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ესტონეთი ხო არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა. მართალია, ჩვენ ცოტა უფრო დიდხანს ვიყავით იქ ვიდრე ესტონეთი, მაგრამ მობილურს უპასუხოთ, იმიტომ რომ მობილურს ახლა ძვირი ჯდება ეთყობა ეს. მობილურის გისმენთ? ბატონო. გამარჯობა. მოგესალმებით. საინტერესოა ეკონომიკური გადაცემა არის და ეკონომიკაზე საუბარია, თანაც პროფესიონალი პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კომიტეტის თავმჯდომარე ხალხ მოწვეული. ერთი ლაპარაკია სულ ყოველთვის სულ თავის ფაქტების პოზიციებიდან. გამგობარეობა არის კურსის თვალსაზრისით. გამგობარეობა. კარგი, გავიგეთ, ზუსტად მაგ საკითხებზე მოვიწვიეთ, დიდი მადლობა, მაგრამ მე ხა დავიწყე ესტონეთზე, რომ ხშირად მეთქი ჩვენ თავშიც უნდა ვეძებოთ, რა ხდება და რა დაგვემართა, იმიტომ რომ ესტონეთი ასევე ჩვენსავით დამოუკიდებელი გახდა 91 წლის შემდეგ. 95-ში უკვე ბრიუსელში ხელი მოაწერა ამ საავაჭრო ურთიერთობების მდგომარეობა. შემდგომ 2004-ში გახდა ევროკავშირის წევრი. პატარა ქვეყანა 1.5 მილიონი და ნუ შეიძლება რაღაცა მეშლება პლუს მინუს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სამჯერმეტი რაოდენობით ვიყავით და თანამდებობით სირდებით. და აღმოჩნდა რომ ერთ წელიწადში
ანუ როცა ის უკვე გახდა ხო 8 მილიარდ ევროზე მეტი ექსპორტი ქონდა მას ვადნოდავით 2014 წელს ჩვენ ქონდა 2 მილიარდ 860 მილიონი აქედან ჩათვლილია ექსპორტი თლიანი კი არა რეექსპორტი ეს მანქანები როცა შემოყავდათ მათ შორის და რო შემოყავდათ ეს მანქანები მე აზერბაიჯანმა 2005 წლიანები აღარ მიიღო კიდევ უფრო შემცირდა და 1.8% დაეცა ეხლა ეს მაგალითი რატომ მინდა იცით იქ არის 1.5 მილიონი ადამიანი ისიც იყო საბჭოთა სისტემაში ჩვენც ვიყავით საბჭოთა სისტემაში ჩვენ 4.472.000 ვიყავით 2012 წლის მდგომარეობით ეხლა კიდევ უფრო მეტად შემცირდით 85 წლის მეტი ცოტა უფრო მეტი ნაკლები ყავს 23-დან 24 წლამდე თუ 20-დან 24 წლამდე სადღაც 24%-ია და ხალხი ვინც უნდა შექმნას პროდუქცია არის გარეთ გასული ამიტომ ვამბობ რომ რაშია საქმე მართვის სტრუქტურები არ გვივარგა დავეჩვიეთ იმას და შრომისუნარიანი მოსახლეობა გარეთ წავიდა და დავჭირდა მოხუცებისა და ბავშვების ანაბარა და ბიუჯეტის დიდი პროცენტი მიდის სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მოხუცებზე, პენსიებზე? შეიძლება ესე ვთქვათ? არა, ბევრი ფაქტორია ახლა ქალბატონო მოყოლა, აქ ერთ ფაქტორს ნამდვილად ვერ ვიტყვი და ესტონეთი ოდნავ განსხვავებული მაინც არის, იმიტომ რომ ერთი საერთო ის არის რომ ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს და შემდგომში მისგან გამოსვლისას ეს რუსეთის ფაქტორი მისთვისაც დიდი სირთულე იყო ყოველთვის მაგრამ ნუ ეხლა ცხადია რომ ეხლა ჩtildeოელი ერები ცნობილია ეხლა მე ახალ სიახლეს ვერ ვიტყვი რომ უფრო ორგანიზებულები არიან უფრო ეხლა რო თქვა შრომის მოყვარე მე ბევრი ქართველი ვიცი ძალიან შრომის მოყვარე და ხშირად არ მომწონს ხოლმე რომ როცა ამბობენ ნუ არის არმაციერია ნამდვილად არ არის არმაციერი შეიძლება შრომის ორგანიზაციაში რაც თქვენ ახსენეთ ორგანიზებაში არის სერიოზული სისუსტეები მაგრამ იმისა რომ ქართველი ეხლა ზარმაცი ყველას აყავს ეხლა ვიღაც შეიძლება 5% იყოს და ვიღაცა 7 მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა მეტნაკლებობით არის იმიტომ რომ ესე შეიძლება რომ ვეძებოთ კიდე ერთი 50 ქვეყანა ვნახოთ კიდე უფრო ვთქვათ ზარმაცების ამაზე არ მინდა ვილაპარაკო მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რომ ქართველ ადამიანს ქართველ გლეხს გნებავთ ხა სოფელებში იცით ქართლში კახეთში დასავლეთშიც ძალიან სერიოზული მიღწევები ქონდა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით და დღე და ღამე მუშაობს ეხლა ვიღაცა სოფელში ზარმაცი არის მაგრამ სოფლად იქნება ქალაქად თუ სხვაგან საჭიროა როცა უკვე თქვა კომპანიებზე ელაპარაკი სხვა რამეზე ელაპარაკი შრომის ორგანიზაცია მენეჯმენტი და ასე შემდეგ აქ ნამდვილად სერიოზული ჩამორჩენები ქონდა თუმცა ბოლო პერიოდში ხარ ძლიერი კომპანიების გამოჩენა რომელსაც ძალიან კარგი მენეჯმენტი დანერგეს და ეს ბევრი რამე სულ განათლებაზეა კიდე დამოკიდებული როცა ხა სახელმწიფო სტრუქტურებზე ან ბიზნესზე ვლაპარაკობთ რომელიც ჩვენ ძალიან გვაკლდა ну ეხლა ბოლო 10-15 წლის 20 წლის მანძილზე მაინც ახალგაზრდები წამოვიდა რომელსაც გარკვეული ეცოდნა აქვს და უკეთესობისკენ მიდის საქმე მაგრამ მე მგონი უფრო პრობლემატური ეხლა ჩვენ სამთავრობო მენეჯმენტზე ვისაუბროთ შეიძლება როგორც კი ეს მოლოდინი ხდება რომ ახალი ხელისუფლება მოდის ახალი მთავრობა ყველა დიდი იმედით არის ну არჩევანი დღეს ყველა მე ნელ-ნელა ხედავს რომ ну დაპირებები არ სრულდება, ვერ რამე სრულდება, ვერ რამე არ სრულდება. ეხლა ჯერ ვთქვათ ოცნების შუა წელზე ოდნავ მეტია და შეგვიძლია ამაზე მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ ну ხოდის უნდა მეტნაკლებად დააცალო და შეიძლება კრიტიკული ეხლაც ვიტყვით ალბათ ამ არის კურსთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი ის არის რომ აშკარად ისეთი ფაქტორები როგორც ნეპოტიზმია, ეს ნათესაური, კლანური გავლენები არ დამთავრდა ამ ქვეყანაში რა. არ სააკაშვილის ეხლა რომ ამბობენ, ეხლა არისო ეს კახელების და ის იყო. სააკაშვილის დრო შეიძლება არ იყო ესე რაღაც ერთი იმის ის, მაგრამ მაშინაც იყო. როგორ არა ხშირად მინისტრს ნიშნავდა სააკაშვილი საიდან კარადიდან ჩამოიყონა ქალბატონი საყელი დამავისდა პურსაცხობდა კარგად და მინისტრად დანიშნა ეკონომიკის ხო ხო იმან ამართლობა გაეტარებინა იმიტომაც იყო ჩავარდნილი მაშინაც ეკონომიკა ის რაღაცა ფაქტორები იყო რაღაც ერთეული მაგრამ ძირითადად ეხლა ამოქაჩის პროცესში ანუ რა არის საქართველოში
ამ სამთავრობო და სტრუქტურებში ეხლა დაიწყო სხვათა შორის რომ აი ეს გამოცდები ტარდება და იქ შეიძლება ვაკრიტიკოთ ზოგადად ზედმეტად კაცრია თუ რა არის, მაგრამ ობიექტური შერჩევა არ ხდებოდა ხოლმე თანამდებობებზე ადამიანის. რჩებოდა მაინც უპირატესობით, ანათესაობის, ანიმისი, ანამისი. კი, ეს შეიძლება გაითვალისწინო, მაგრამ თანაბარ პირობებში თუა კიდე მესმის გაითვალისწინო და ეხლა როცა რადგან შეინათესავია, ამიტომ სხვა დაიჩაგროს და სხვა არ უნდა იმუშაოს, ეს იმაზე კი არ არის თვითონ ამ არასწორ გადაწყვეტილებას. ეს მოქმედებს მე ყველაფერზე, იმიტომ რომ ის ადამიანი ესე იგი ნაკლებად მცოდნეა, ნაკლებად პროფესიონალია, ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას, მე თავისნაირები მოყავს ამ თავისი მხრიდან და ეს თელი ესე იგი ვერტიკალი მე ესე ყალიბდება. ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ და მივესალმები ეხლა ზოგადად რაც ქართული ოცნების თავის დროზე პროგრამაში ეწერა, რომ ეს გადამზადება, გამოცდების შაბარება რაღაცა უნდა ხდებოდეს. თუმცა მანდაც უამრავი ხარვეზია ხან. რა თქმა უნდა, ისე ტარდება გამოცდა, რომ ბოლოს 3 ადამიანი რჩება 100-დან, ხო? მე ვეღარ უნდა მართოს. ამიტომ ეს საკითხები არის მოსაგვარებელი და ერთხელ და სამუდამოდ მე მგონი აი აქ რაღაცა გარღვევა თუ ჩვენ გვექნა, ალბათ უფრო და სტაბილურობა თვითონ პოლიტიკურ პროცესებში. რომ ვიტყვით არჩევნები არის დაახლოებით თუ არა, დაახლოებით სასურველია რომ აი იმ კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდეს. როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ერთ თვეში რაღაცა ჯგუფები იწყებენ ახალი ხوار ჩავატაროთ, იმიტომ რომ ახლა ვიღაცა ვერ მოხდა, ვიღაცას ახალი უნდა. კი, შეიძლება ეს თქვან, ეს დემოკრატია თქვან, მაგრამ სხვა რამეს გეტყვით რომ აი ეს ნებისმიერ ესეთი საუბარი თუნდაც აი დღესაც რო არის ხო ჯობია თქვათ რომ აი ვატარებთ ვიდრე იყოს მარჩიელობა ეს მარჩიელობა ინვესტიცია რატო არ შემოდის არ შემოვა ხე ის კაცი ინვესტორი და არის ის ვინ ხორვატიას ესტონეთს აგერ საქართველოს და სადღაც უნდა ერთ-ერთში ჩადოს ფული ხო ამ ესტონეთში მოწესრიგებულია იტყვიან ამ დროს ხდება პოლიტიკური პროცესი ზუსტად ხორვატიაში თქვა და კიდე რამდენიმე მილიარდი საქართველოში წაიკითხავს გაზეთს აბა ხო ჩავატაროთ არჩევნები წელს ჩავატაროთ ყოველ წელს ჩავატაროთ ნუ რატო ჩადებს ფულს ნუ მერყევ ეს ერთ-ერთი ვიძახი ხე ჩვენ შეგეძლო სხვა ფაქტორები სხვა მაგრამ ეს სერიოზული ის არის პრობლემატურობა ამიტომ ეს მარტივად ამაზე მსჯელობა არ უნდა იყოს შეიძლება რა თქმა უნდა სტუდიაში იმსჯელობა მაგრამ პოლიტიკური ფიგურები ეს მარტივად ამაზე არ უნდა ადვილად არ უნდა ლაპარაკო ბატონო დავით ეხლა მე ვიხუმრე თუმცა ამ ხუმრობაში ხო იცი რაოდენი სიმწარე და ტკივილია ძლეოსანი ვარ მეთქი ძველი ძლეოსანი ხო და ვეღარ ვეწევი მეთქი ამ იმას ლარს მე თვითონ რომ გარბის არა სხვა შორის დემური თქვა გიორგი ხელიძემ რომ ისე გაიქცევაო ეხლა სადღაც ნოემბრის რომ ვეღარ შეიძლება ვეღარ დაეციო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რამდენიმე მინდა ესეთი კითხვა დავსვა კი გააკეთა თავის შეფასება და თქვენი აზრიც მაინტერესებს ადრე რატომ არ ჩაერია ეხლა რატო ჩაერია იმ კვირიდან რატო იწყებს მაგალითად იმ ღონისძიებების გატარებას რომ ლარის კურსი რაღაც და სტაბილური გახდეს ეს აუცილებლად მაინტერესებს ეს იყო შეგნებული ეს იყო და მცდელობა თუ ასე შემდეგ და მეორე რამდენად სწორია აი ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა ესეთი რამ მე არა ვარ ფინანსისტი კარგად გამიგედი და არც ბიზნესმენი არა ვარ მაგის ნიჭი რომ მქონოდა ცუდი არ იქნებოდა და ამბობს რომ არაფერი ესეთი განსაკუთრებული არ ხდება ну შეიძლება რა თქმა უნდა სოფლიოში ესეთი პროცესები მიდის რაღაცაში დაეთანხმო მაგრამ აი იმაში ნამდვილად ვერ დაეთანხმები მე პირადად ამას ახლა გულწრფელად ვამბობ რომ თუ მე რაღაცა არ ვიცი კარგად სად დავაბანდო ჩემი ფული დოლარში ევროში თუ იმაში და მე საბანკოის დავიქირავე ხო მე მაგის საშუალება ნამდვილად არ გქონია და არც მექნება ხო ესეც მაინტერესებს ამ ზარის მერე იქნებ მიპასუხოთ გისმენთ გავიჯობოთ ქალბატონო მაყოლა მივესალმები ბატონ დავითს მოგესალმებით სიკეთე მოგცეთ ღმერთმა ქალბატონო მაყოლა შეიძლება არ გამიწყდეთ საუბარი სულ ეწუთი ჩავეტევი რა ჩემი მოსაზრება მინდა გითხრათ და მე ბატონ დავითს მინდა კითხვა დაუსვა ეცით თქვენ ბრძანეთ რომ რა დაგვემართა ქართველებს რატომ ვერ მივახციეთ იმას რომ რაღაცა შექოთ ქვეყანა შეიძლება გავაპარტახეთ ქვეყანა ხო საქმე იმაშია ჩემი მოსაზრებით რომ ხელისუფლებაში მოსული ხალხს არ აქვს სამშობლოს განცდა მათ აქვს საკუთარი ოჯახების განცდა და ეს კარგად ჩანს მათ მიერ მიღებულ პრემიებზე და ხელფასებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მდიდარი ხელისუფლება ხო ამაზე არ ვილაპარაკოთ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ საკუთარი ოჯახის განცდა სამშობლოს განცდას ისინი კარგავენ მარტო ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ეს განცდა იმიტომ რომ ჩვენ გავაგებნო იმთან განცდიან სამშობლოს ეს ერთი ახლა მეორე დიახ აი ქალბატონინოსთან იყო თქვენ წინ ეთერი ქონდა ქალბატონინოს მიქიაშვილს და მაყურებელი შემოვიდა სხვადასხვა
ის პიროვნება ძალიან გარკვეული პიროვნება იყო და ასეთი რაღაც თქვა რომ RMG Gold აქვს 18 მილიონი ჰექტარი თუ რაღაც ასეთი ძალიან დიდი ციფრი თქვა მის განკარგულებაში რაც უნდა დაამუშავოს და აითვისოს და ხომარ ასე არის ესე იგი მთელი საქართველოს გაყიდული. შემდეგ ბატონი გია იყო გაჩეჩილაძე და მან ჩამოთვალა მთელი ენერგოობიექტების სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც ყველაფერი გაიყიდა. ასე ქართულ კაცს არაფერი აღარ დაგჭა საკუთარი სამზარეულოს და საკუთარი ლოჯის გარდა. ასე გამოდის უტრირება რო გავაკეთოთ. მე მინდა ბატონ დავის კითხო. არის თუ არა შესაძლებელი რომ ნორმალურმა ხელისუფლებამ სამშობლოს განცდავისაც ექნება აი ამისთანა ხელისუფლებამ მოახდინოს ეროვნული სახელმწიფო ქონების ნაციონალიზაცია და შემდგომ გონებრივად გადანაწილება. აი ამაზე მინდა თქვენი პასუხი. დიდი მადლობა. ბანოდა სამი კითხვაა. პირველი რა ემართება, რატო ეროვნული ბანკი რატო ჩაერთო ასე გვიან, თქვა თუ ჩაერთო გვიან ამის შეფასება და რაც თავარია ის რომ ეს ნორმალური მოვლენაა. მოდით ეროვნული ბანკით დავიწყო და მე კითხვასაც უპასუხებ რაც მსმენელმა დაგვისვა ჩვენ. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ზოგადად შეფასება ეხლა ლარი არ არის ფიქსირებული და ცხადია მცოცავია ეს გასაგებია და მე მგონი საბოლოოდ ამას შეეჩვია და ეხლა ეს არავის არ უკვირს განსაკუთრებით ყოველ შემთხვევაში და ვიცით რომ ხან ცოტა უნდა გაუფასურდეს, ან ცოტა უნდა გამყარდეს. მაგრამ პროცესი როცა გადადის უკვე მუდმივ გაუფასურებისკენ აქ უკვე შესაბამისი ნაბიჯები არის ხო თუ მთავრობა და არის ეროვნული ბანკი და შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყოველ რაღაც მომენტში უნდა გადაიდგას როგორც მინიმუმ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი რა არის სწორედ აქ არ უნდა შეგეშალოს ამის გაკეთება მე მინდა გითხრათ რომ მაგალითად ეროვნულ ბანკს რო შევეხოთ დღევანდელი განცხადება საერთოდ რო გაკეთდა ეს ძალიან კარგია რა გვიან ხო არა და ეხლა გეტყვით რომ ეს დღევანდელიც და წინაზეც იყო ესეთი განცხადება არის იყო გვიან და ასეთ დროს ხშირად აი დღეებს და შეიძლება საათებსაც ქონდეს მნიშვნელობა ეხლა ეს რომ ჩემი შეფასებით ეს რომ ბატონ გიორგი ქადაგიძეს გაეკეთებინა სამშაბათს ან ორშაბათს ბევრად კარგი იქნებოდა და ლარი შეიძლება ლარს აღარ გადაელახა თქვა ის 2 ლარის ბარიერს ზემოთ აღარ წასულიყო და მე გეტყვით რატომ და თვითონაც ამბობს ფაქტიურად ამას თავისივე განცხადებაში და აქ მინდა რამდენიმე ფაქტორი გამოყო რომ ერთი რაც ობიექტურად მართლაც არის ეს არის რომ დოლარი ყველა ვალუტასთან პრაქტიკულად გამყარდა და მათ შორის გამყარდებოდა თქვა ლართან მიმართებაში ლარს მოუწევდა რაღაცა დოლის გაუფასურება მაგრამ დიახ გააჩნია ჩვენ რაზომებს მივიღებდით აქედან გამომდინარე, ეხლა რუსეთში რო გაუფასურდა უკრაინაში, ამ ქვეყნებს ცოტა საერთოდ არ შევადარებდი იმ პრინციპის გამო, რომ ამათ შორის ომია, იმას სანქციები აქვს, უკრაინის ეკონომიკა ისედაც სუსტი იყო და არ ამყიფებდა იქ კიდე ჩვენზე უარესად არიან სახელმწიფოებრივ მოწყობაში, ამიტომ იმათ პრობლემურობას ჩვენ თავს უნდა შევადარებთ, იმათგან მაინც რაღაცით განსხვავებით, რომ ცოტა ეს მოწესრიგებული შედარებით გვაქვს. და ჩვენ თქვათ ესე რომ კი ბატონო არის გარე ფაქტორები ობიექტური რომელიც შენ ამას გაგიუფასურებდა მაგრამ არის შიდა ფაქტორები შენი ეკონომიკა სამთავრობო ჩარევა შენი ბიუჯეტი შენი რეზერვები და შენი ეკონომიკური პოლიტიკა რომელსაც ამას მაქსიმალურად ნაკლებ დარტყმას მოგაყენებდა ამიტომ ჩვენ ახლა ვილაპარაკოთ შიდა ფაქტორებზე, რომელიც შეიძლება და ეს მაინტერესებს თქვენ როგორ ჩაერიეთ პარლამენტი ამ შემთხვევაში, დაგიჯერეს არ დაგიჯერეს, როგორ ვერეოდით, მაშინაც იყო და ეხლაც პარლამენტი, მოგეხსენებათ, პარლამენტი არ ღებულობს და მე კომიტეტის თავმჯდომარე ვერ მიიღებენ ყოველდღიურ გადაწყვეტას. ჩვენ ვართ კანონშემოქმედები, ჩვენ შეგვიძლია ზედამხედველობა გავწიოთ, დაუძახოთ, მოусმინოთ, უთხრათ რომ ესე არა და ისეა. და იმაში შეუძლია ყველაფერი არის გაითვალისწინოს, მაგრამ დაუძახეთ ბადონო დავით. ჩვენ გიორგი ქადაგიძე ყავდა სამშაბათს.
დიახ, ჩვენ არა, უფრო ადრე დეკემბერში იყო და ეხლა ეს მაშინდელ პროცესებს როცა იყო მიბული და ეხლა დაუძახეთ 2 შაბათს თუ 3 შაბათს, აღარ მახსოვს, ამ კვირაში ყოველ შემთხვევაში დასაწყისში და მივიღეთ დახურულ კარებს მიღვეყო და მთელი რიგი საკითხები სასურველია ესე დროს განხილული იქნას და შემდგომში სწორი ნაბიჯები იყოს გადადგმული. მან მოგვიყვა მთელი ეს მისი მოსაზრებები ამ ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე, ეროვნულ ბანკსაც ეხებოდა, რომ მთავრობასთან ერთად მიდის მუშაობა, რომელიც სხვადასხვა ყოველთვის ბოლო მომენტში ხდებოდა, სანამ ისინი სასწაულად მიანიკრიბებოდნენ ერთმანეთშიც, ჩემი შეფასებით, თვითონ შეიძლება სხვანაირად თქვან, მაგრამ იკრიბებოდნენ. არა დღეს რა ხდებოდა, აი ამ კვირაში რა ხდებოდა, რაც ნათლიერებითაც რო გადაავლოთ თქვენ აი ბოლო 3 დღის პრესას ელემენტარულად. ისინი უკვე ორჯერ შეხვდნენ, ჩვენ შეხვდნენ და მე ერთადერთი რას მაშინ თქვი, რომ მოუწოდებდი, რომ დროულად გააკეთეთ ხოლმე განცხადებები, რომ თუ რამის გაკეთებას აპირებთ, ეს შეატყობინეთ მოსახლეობას დროებით, იმიტომ რომ ბაზარზე არის მოლოდინი, რომ რალი კიდე წავა წინ, ეს ერთია რომ მოსახლეობა ესე ფიქრობს, მაგრამ მთავარია რომ ეს ხო ვიღაცისთვის იქ სავალდებულო ხურებისთვისაც რაღაც სიგნალია, რომ არავინ არ ერევა ამაში. ვიღაცას უნდა რომ ამაზე გადახურდობაში შემოსავალი კეთდება, იმაში ის კეთდება. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ თუ არავინ ჩაერევდა, ლარი კიდე გაუფასურდებოდა, ქონდა უკვე ყველას. ანუ ეს უკვე არაჯამრთელი მოლოდინი იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა პარამეტრებით რეალურად ჩვენ რასაც უყურებდით ციფრებს, 2-ზე მეტად ეს არ უნდა წასულიყო. ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავთ, ბატონო? ხელოვნურებაზე მოდი გადავდოთ, მე ნაწილობრივ გამოვრიცხავ ამას. და მგონია რომ ესეც უკვე გაქცეულია ოდნავ ისე რომელსაც ობიექტური საფუძველი არ აქვს. ამას ლაპარაკობს. ანუ ეჭვი საფუძველი არის? ხო, ამას დღეს ლაპარაკობს უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე ინფლაციური პროცესები გადაიზარდოს ფასების დაში. მე დღეს შემინათ, რომ ეს პროცესები უკვე გადაიზარდა. გადაზრდილია. და ეს არ გადაიზარდა დღეს, უკვე ამ კვირაში მინიმუმ გადაიზარდა, იმიტომ რომ მთავრობის წევრმა განაცხადა, რომ და ყველა ვიცით, რომ წამლების ფასები გაიზარდა, სადღაც რაღაცებში გაიზარდა. თუ არავინ არ ჩაერევა, ეს გაიზრდება, ყველაფერში გადაიზრდება. ჩვენ ახლა ერთი რამე გვშველის, რომ საერთოდ აქ დრამატული სიტუაცია არ არის. ის რომ ნავთობის ფასები არის $50 ბაზარზე. ეს რომ ამიშველა რო ყოფილიყო, ეხლა ძველი ფასი 100, 120 თუ მეტი $, ინფლაციაც იქნება, არ მოყვები რა, ძალიან სერიოზულ შარში იქნებოდა დღეს საქართველოს. ეს უბრალოდ რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო ნავთობის ფასი ამ ანელივირებს ამ ფასების და სხვა სფეროებში, მაგრამ მაინც დაიწყოს და ამიტომ არის სწორედ რომ მან უკვე ეთყობა არ ვიცი ხა უშუალოდ აგრეგატებით თუ სხვადასხვა ციფრებით დაინახა და აცხადებს რომ უკვე ხედავს, მაგრამ მე ვთქვი რომ ეს ოდნავ ადრე უნდა გაეკეთებინა. როგორც კი ეროვნული ბანკი ჩაერევა და იქ სხვადასხვა მექანიზმები არსებობს, ვალუტას გაყიდის, საპროცენტო განაწილს აწევს, ეს ისინი სიგნალს დაიჭერენ იგივე ბანკები, იგივე გადამსვლელი პუნქტები, მოსახლეობაც და იქ უკვე ის კურსი თუ ტყუილად მიდის, ის იმ წუთში გაჩერდება. შემდგომით ცოტა წამოვიდეს. ამიტომ ეს ჩემი აზრით ეს პროცესი უნდა მოხდარიყოს რაღაც 10 დღის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ყველაზე დიდი გასაოცარი რამე ამაში ის გახლავთ, რომ გუშინდელი განცხადებით პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ არის მოსალოდნელი ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. მთავრობა, ესე იგი პრემიერ-მინისტრის სახით აცხადებს, აი 29 იანვარი ბიე პენზია და სხვაზე ტელევიზორში იყო და ეს მთავრობის ხდომის მერე ხდება. მაგრამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ. არა, ამის მერე ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოვიდა 2 დღის წინ და ამბობს, რომ საზოგადოებას ტვირთად არ აწევს. ну მე ეს არა ხო ეს რასულობად ბადონი და მე მგონია რომ ეს შედაგებოთ ერთი წუთი და ამოვიწყდება ეს მართლა ტვირთი კი არა უარესია ხალხი ტირის ახლა მე მეგობრებო დაამერიკეთ $-ებში რო აქვს ცესხები აი ახლა მე მაინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლება რომელსაც ვერ უზრუნველყო კარგად გამიგეთ ვერ უზრუნველყო ვერავინ რომ აი ესეთი არ გაქცეულიყო ეს და ხალხი ესე მდგომარეობაში არ ყოფილიყოს, ну თუ არა აქვს ის მექანიზმი, რომ ბანკებმა, რომელმე ჩვენი უბედური ხალხის ხარჯზე 200%-ით გაზარდეს თავიანთი შემოსავლები, რომ რაღაცა მექანიზმი მოიძებნოს, რომ ამ ხალხს ზედმეტი სხვისი უნიათობით, სხვისი ცუდი მუშაობით
ეს რაღაცნაირად კრიზისული სიტუაცია. ამ ხალხისთვისაც არის კრიზისული, რომ ზედმეტი მაინც ან დაუფარონ, ან გადაუვადონ, ან რაღაცა ხელი შეუწყონ ამ ხალხს. ეს უკვე მექანიზმები არ შეიძლება გაგედეს, მაგრამ მე ჯერ ვამბობ, რომ თავრობა პრემიერ-მინისტრის სახით ამგან არაადეკვატურად აფასებს სიტუაციას. და კიდე მეორე ის, რომ დღეს რომ ეროვნული ბანკი გამოდის, პრეზიდენტი საპირისპიროს ლაპარაკობს, რასაც გუშინ თავრობის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. და საპირისპიროა კიდე ან განსხვავებული აზრია კიდე იმის მერე რომ ჩვენ ვთქვით რომ 2-3 შეხვედრა იყო ამ გაფართოებულ მაგიდასთან. ამიტომ მე ვფიქრობ ეს სერიოზული კრიზისული ნიშნები შანს საერთოდ თავრობის ქმედების, იმიტომ რომ ფაქტია რომ ფასები გაიზარდა და სავსებით სამართლიანად ჯანდაცვის მინისტრი იძახის რომ ეს ფასების და მოხდა, ამ დროს თავრობის მეთაური იძახის რომ ფასების და მოსალოდნელი არ არის. დღეს ქადაგიძე იძახის რომ ფასების დასთან მოსალოდნელებასთან დაკავშირებით მე უკვე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგა. ახლა როგორ შევაფასო არის საზოგადოება, ხო? ამიტომ გარდა ამისა, ბატონმა ქადაგიძემ დღეს გარდა იმისა, რომ თავის ნაწილში ილაპარაკა ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებაზე, ჩარევაზე, რაც ეს უკვე სიგნალებია, რომ ის უკვე დგავს ნაბიჯებს და ეს ლარი შეიძლება ხოლმე გაჩერდეს. ცოტა ადრე იქნება, ცოტა ადრე გაჩერდებოდა, მაგრამ ეს ეხლა ვეგეთქვით, რომ 1.9-ს ყველა ვარიანტში აცდებოდა ეს მე ვიძახის 95-ზე სადღაც შეიძლება გაჩერებულიყო, მაგრამ ნუ არ მოხდა და არასწორი იყო მე მგონი ეს გვიანი, მაგრამ აქ ის შეეხო მეორე ნაწილს, რაც ეხება უკვე მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს და ბიუჯეტს, ფისკალურ ხარეს. იგი ამბობს, რომ დავიწყოთ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე და იმ გამოწვევების ფონზე და ამას სწორად ამბობს გამოწვევები ახლა ბევრი არის თქვენ რაც ახსენეთ სავაჭრო ბალანსი 5 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა შემოსულობები აი რასაც ვამბობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან როცა არის გზავნილები ფულად როცა ეხმარებიან ზოგადად მილიარდ 400 მილიონი არის როცა ჩვენი თანამდებობები ერთმანეთს ეხმარებიან თავის ოჯახებს საქართველოში ეს სწორედ იმ კრიზისულ ქვეყნებში არის დღეს რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი, სადაც ერთადად წასულები არიან საქართველოსთან და მუშაობენ. ისინი ამ კრიზისულ დროს ყოველთვის ეს მცირდება. ტურისტული ნაკადებიდან შემოსავალი მეტყველებად ერთმანეთთან მნიშვნელოვანი ხო, ეხლა ვერ იქნება. ამიტომ ფაქტიურად და მთლიანი შიდა პროდუქტის და ნოემბერში იყო 3.9%, ოქტომბერში, ნოემბერში -0.5 ეკონომიკას და კი არა ნაკლებობა იყო. ახლობით ცნობილია რომ რაღაც 1.9-ში იყო დეკემბერი. ანუ ყველა პარამეტრები არის უჩვენებს ქვემოსვლას. და ამ დროს ვინმე თქვას რომ მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს ან რა გაქვთ სადავო მთავრობასთან ყველაფერი კარგად მიდის და ლარის კურსის ის არავიზე არ მოქმედებს, ჩემთვის გაუგებარია. და მე მგონია რომ ესეთი შეფასებები არა მარტო ჩემთვის მინიმუმ მოსახლეობის 99%-ისთვის თუ 100%-ისთვის იქნება გაუგებარი ამ ტიპის შეფასება. და რაც შეეხება ქადაგიძის განცხადებას რომ და რას ამბობს აუცილებელია დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის ჩვენ ბიუჯეტი მივიღეთ 11 დეკემბერს 5%-იანი ზრდაა ეკონომიკის აუცილებელია ეკონომიკის ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და ახალი ფისკალურ და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს ამბობს, რომ და შეიძლება სწორი არის, მე მთავრობის პოზიცია ჯერ არავინ არ ვიცი, განაცხადა მან დღეს შუა დღეზე, მთავრობა ჯერ დუმს, რომ იცით რა ბიუჯეტი რო დავგეგმეთ, ჩვენ არასწორია, უკვე არასწორია, იმიტომ რომ ზრდა ნაკლები იქნება, შემოსავლების ნაწილში იმდენი შემოსავალი აღარ იქნება და ხარჯიც იგივე არ უნდა გაწყვეტს. ან მოკლედ ეს ნიშნავს, რომ შევამციროთ ბიუჯეტი რომელიც ერთისთვის წინ დავგეგმეთ თელ წელს. მოდი ესე ვთქვათ, ძალიან მოკლედ რო ვთქვა მე, ერთისთვის მიღებულ ბიუჯეტზე რომ ეროვნული ბანკი ამას ლაპარაკობს, ვიღაცა ამას ლაპარაკობს, რა გამოდის, რომ მთავრობა
ეკონომიკური ჯობი რა თქმა უნდა, პარლამენტი, ვინც ეს მიიღო და ასე შემდეგ, აბსოლუტურად მაშინ რა გამოდის, არაპროფესიონალიზმის თოღი გვაქვს თუ რა ხდება? ნაწილი ეს არის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი, ნაწილი არის არასერიოზულობის, ნაწილი არის არაკომპეტენტურობის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ რაღაცა ელემენტარული პროგნოზის დონეზე მაინც ხო უნდა დაინახო, რომ ხა 5 გექნებას და თუ 4 თუ 3 შეიძლება 0.5-ში ან რაღაცაში ბოლოში არ დაჯდეს ზუსტად ეხლა ის, მაგრამ ეხლა გაანახევ რომ 5%-იანის და 3-ზე ჩამოიყვანო. ეს დაახლოებით იგივეს გავს, რაც 2013 წელში იყო, რომ წლის ბოლოს შემოსავლები დააგდა და ხარჯები ვერ გაიწია. მოკლედ, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა, ამიტომ მე როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეთანხმებით თუ არა? არა, ამას იცით რა, ის ეხება გარკვეულ მაჩვენებლებს, რომელიც ჩვენ დღეს ბოლომდე პარლამენტში არ აგვაქვს. და მე ჩემი დათანხმებაზე, სანამ ჩვენ პარლამენტარების დათანხმებაზე წავა, თუ არ დათანხმებაზე, ეს ადრე თუ გან მაინც ესე მოხდება, გავიზიარებთ ან არა, ამაზე ჯერ მთავრობამ უნდა მიიღოს რეაქცია. უნდა გამოვიდეს მაშინ, არ ვიცი თუ დღესვე გამოვკაია ან ორშაბათს, შაბათ-კვირა არის, ან შაბათს. და თქვას ფინანსთა მინისტრმა, რომ ეთანხმება თუ არა ეროვნული ბანკის განცხადებას და თუ ეთანხმება, რომ უნდა შემცირდეს პროგნოზი და დაგეგმა ბიუჯეტის, მაშინ ეს რაში გამოიხატება, რა შეეხება, რამდენზეა ლაპარაკი და საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ამიტომ ეს ძალიან მარტივი სიტუაცია არ არის და ეხლა უშეწირომეშვის განცხადება, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს და პრობლემები არ აქვს, ის ცოტა არადეკვატურია ეს. ეხლა დაახლოებით ანეკდოტებს ყვებიან ხოლმე მაგაზე, ხო, ბრმას რო უთხრესო, რომ ცოლი მოგივდა, არ უთხრათო და ბიჭო. ხო, დაახლოებით ეგეთია ხა ხალხი ძინო მდგომარეობაში თუ ანეკდოტებზე არის საქმე, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო დავით, ხა დრო ისე სწრაფად გარბეს, იმიტომ რომ ხალხი არის მართლა დაზაფრული და არ იცის რა ქნას, მით უმეტესად ესეთ მდგომარეობაში ყოველ $1000-ზე რომ 320 და 320 ლარის დამატება გიწევს სესხზე. მე წარმომიდგენია ამდენი ხალხი უმუშევარია და რა დღეშია მე ვფიქრობ რომ აი ხა დღეს მე არა ვარ ფინანსისტი და მე არავის რეკომენდაციებს არ მივცემ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ნება უნდა გამოიჩინოს იმისა, რომ ამ ხალხის მდგომარეობა განიხილოს და ბანკებთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება ხალხი კიდევ უფრო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავდეს. მე არ მინდა ხა გულწრფელად მინდა გკითხოთ მართლა, თქვენ ერთხელ ბრძანეთ რომ ჯობიაო რომ საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეო იყოსო ოპოზიციიდანო და ეს მოყვა იმას რომ თქვენ დატოვეთ კოალიცია, თქვენ ხართ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი და მე მინდა ვისურვო რომ თქვენ ახლა ისე არ ლაპარაკობთ როგორც ოპოზიციონერი, უბრალოდ ლაპარაკობთ როგორც ნამდვილი კომიტეტის წევრი. მე მინდა რომ ესე ფიქრობდეთ თქვენ და რო არ კითხოთ ახლა გულწრფელად მინდა გითხრათ თქვენ იმ რაიონზე რომელსაც თქვენ აგირჩიეთ, იქ მე მითხრეს რომ წლის ბოლოს კასპის რაიონს ისედაც მწირე ბიუჯეტიდან დარჩა 1,300,000-მდე არის აუთვისებელი. არა, ეხლა ეს ჩემთვის სამარცხვინო კი არა. მე არ ვიცი ეხლა აი ესეთი აუთვისებელი, იმიტომ რომ კიდე არ გაქცეულიყო ლარი და ყოველთვის არ დაეხარჯა თუ რაში ესაქმე ვერ ვიგებ. მე ვფიქრობ ნამდვილად არ არის კავშირში და 1,300,000 კასპის ბიუჯეტი არის რაღაცა 7-8 მილიონი და სხვადასხვა გააჩნია, მე რაღაც დამატებითი რაღაცა შემოსავლები. ეხლა ამ მინიმალური ბიუჯეტიდან რომ რამე 1,300,000 აუთვისებელი გაჩა. რასთან გვაქვს საქმე? აი როგორც სპეციალისტთანაც, დეპუტატთანაც და რა ხდება კასპში არის უმძიმესი მდგომარეობა. მე ეხლა ამის საქმე არ არის ეხლა, მაგრამ მაინც მარტო კასპის რაიონი არ არის. არა, ეხლა სხვა რაიონებში, მაგრამ კასპზე უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა. ცხადია ეს ბევრი რამე არის არაკომპეტენტურობის და რომ მართვა არამარტო ცენტრალურთან კიდე გაუარესი ხდება ადგილებზე. შეშეძლოში არაკომპეტენტური ხალხისგან, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. მე მომიწევს ჩასვლა კასპის, თავისთავად ჩავდივარ ხოლმე სისტემატიურად ხან პროექტებს უყურებ, ხან რაღაც სხვადასხვა ინიციატივებს ვიჩენ და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ფაქტი რომ სადაც არ უნდა იყოს და მიჩვენეს სამწუხარო
ჩემთვის პირადად თქვენთვისაც წარმოშობით ხომ გავიგე მაგრამ რომ 1.300.000 კონდეს და ამ დროს ვიღაცას უჭირს გზა არის გასაკეთებელი სხვადასხვა პრობლემებია ხანდახან წყალდიდობა ხდება ვიღაცას წყალი ჩამოდის თქვენ არ ჩაიგდოთ დავით მე თუ განაპირობა იმან რომ რაღაც გარკვეულად სექტემბრის თვიდან ნუ რაღაც ოპოზიციაში რომ გადახდეთ არ არის ამაში მე ჯერ ეს ერთი პირდაპირ მიშოვილი ვერ ჩავერეოდი იმიტომ რომ ეს ბერკეტი არ გეგონოთ რომ ეხლა რაღაც თუნდაც საბჭოთა კომიტეტის წევრი ჩახვალ და შენ ესე ეტყვი ამის უფლება მე არ მაქვს მე არაერთხელ მაგ სისტემატური გამოცდილობ რომ სისტემატური ურთიერთობა მქონდეს რომ ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს მე დავიშვი მართლა გითხრათ რომ ამდენი თანხა აუთვისებელი დარჩა ეს აუთვისებელი გადადის მაგრამ არ იკარგება ამ გაგებით თქვათ ეხლა მაგრამ იმ წელს რო შენ შეგელო რაღაცა გაიგებ რატო უნდა გადადო მომავალი წლისათვის ხო ეს ნიშნავს რომ რაღაცა ვერ მე არ მინდა ხა ჯერ ღიად გამოვიტანო მაგრამ არაერთხელ მივუთით ეგ ამგებელს რომ არ აქვს პროფესიონალური თერიკ საკადრო ძირეულ პოზიციებზე რომ თუ ეს არ შეიცვლება და ძირეულ პოზიციებზე ისი რომ გამოცდები არ ტარდებოდა და პირადი ნიშნით ინიშნება თვითონ პირადად არ არის არც ფინანსისტი, არც არის იურისტი, იყო მოსამართლე, მოგეთ იურიდიული განათლების არის. ამიტომ იქ ამაში უნდა ცოტა ძლიერი სპეციალისტები უნდა ყავდეს. და მე არაერთხელ გავთვლი, ეს არ არის სწორი. მეორე, რაც მე არ მომწონს, გახლავთ ის, რომ კი ჩვენ ახლა თავისუფლებული დემოკრატია ნამდვილად გამოვიხავ და თვლით რომ მე პირადად მონაწილეობა ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამაში და ზარს უპასუხოთ და ძალიან საინტერესო თემა გისმენთ გამარჯობათ ქალბატონო მაყვალა გამარჯობათ მე ძალიან მაინტერესებს ბატონი დავითი დღეს სულ ანწყავს თავრობას და შენიშვნებს და საყდურს გამოთქვამს თვითონ გუშინ სად იყო ვისი წყალობით მოხვდა საერთოდ პარლამენტში, ვის დაეკარგა და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დღესაც მოქმედი, რას აკეთებს? კარგით, მადლობთ. აბა ეხლა თქვენ ხო დაიწყეთ, რომ ვიყავით ოცნებას. არა, განაცხადებული არ არის, რომ თავიდან იყო უნდა რომ თქვენ გააკეთეთ ის პროექტები, ის პროგრამები, თქვენ ქართული ოცნების კოალიციაში ბრძანდებოდით, რა თქმა უნდა იმ პარტიის წევრით, მაგრამ კოალიციაში ბრძანდებოდით. აი ეს პროგრამები თქვენ თვითონ გააკეთეთ. პარლამენტში ქალბატონო. არა, აი ეს თქვენ რო გააკეთეთ და რო არ შესრულდა, ხო, ბალონდა. და პირველად არა ვარ თავრობაში, არაერთხელ ყოფილი ვარ და ალბათ ჩემი გამოცდილების გამო ხდება ხოლმე ჩემი მხარდაჭერა და არჩევაც კიდეც. რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს პროგრამის ნაწილი რაღაც საკითხებში ისე არ მიდის, ჯერ როგორც მინიმუმ თქვა, როგორც საჭიროა, თუმცა არის რაღაც ალბათებები, მაგრამ არის ახლა ამას ვერ გავარჩევ, თუ გნებთ ცალკე ვილაპარაკოთ საარჩევნო პროგრამის რეალურ არა, ახლა კონკრეტულად ხო რა ხდება მთავარი რაზე ამბობთ? აი თქვენ როგორც კაცში ხო თქვით, რომ აი მე მიუთითეთ ვერ აი ხო არ დამთავრებია იქ ერთად მინდა გავაერთიანო ეს საკითხი რომ და როცა შენ შედიხარ თქვა ოცნებიდან პარლამენტში ქალბატონმა ეტყობა სხვაობა არ იცის მთავრობა რას აკეთებს და პარლამენტი პარლამენტის წევრები არიან ხალხის წარმომადგენლები რომელსაც ირჩევენ და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მე მეხება ფუნქცია ერთი რო საკანონმდებლო ინიციატივები გამოვიჩინო და კანონმდებლობა გავაუმჯობესოთ საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ მთავრობიდან შემოდის და ამის შემდგომში პარლამენტში მიღება ხდება და მინდა გითხრათ რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული კომიტეტია სწორედ კანონების მიღების თვალსაზრისით და ჩვენ დაახლოებით 69 კანონ პროექტი განვიხილეთ და მივიღეთ მარტო 2014 წელს და მე თავად ერთ-ერთი წამყვანი ინიციატორი ვარ ამ საკანონმდებლო ჩემ ნაწილში რაც კანონების საკუთარი ინიციატივით ყავს გატანილი. ამიტომ მაგრამ ეს ერთი საკითხია და ასევე ზედამხედველობა ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რაც კონსტიტუციით დავალებულია აი ესეთ შემთხვევებში როცა სხვადასხვა ნებისმიერ შემთხვევაში როგორი თქვა ჩვენ კომიტეტს რაც როგორი ხარჯება თანხები დროულად იხარჯება არადროულად იხარჯება გასულ დროს შარშან წლის ბოლოს გავაკრიტიკე ერთ-ერთ სამინისტრო რომელმაც ხოდში ამ კრიტიკის მერე გამოასურა საკუთარ მნიშვნელოვნად მდგომარეობა და ეს არის შედეგი სწორედ იმისა როცა შენ და არის ლაპარაკი ხოლმე ვინ უნდა აკონტროლოს მთავრობა უნდა აკონტროლოს პარლამენტმა მაგრამ მთავრობის მაგივრად პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ჩვენ თუ არ მოგვეწონება მე შეგვიძლია ჩვენ მოვთხოვოთ მთავრობას ან გადავაყენოთ ან შესაბამისი ნაბიჯები გადადოთ და ასე შემდეგ
სწორედ ამასთან არის დაკავშირებული და მთავრობა არის აღმასრულებელი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს და აკეთებს და ბიუჯეტის ფულს ხარჯავს და ასე შემდეგ. ამაზე კონტროლი შემდგომში, რომელიც ფუნქცია სხვადასხვა ძალიან ნაკლებად იყო ბოლო წლებში საერთოდ გამოყენებული, საერთოდ საქართველოს დამოუკიდებლობის. ეხლა ამ ფუნქციას ჩვენი კომიტეტია ერთ-ერთი წამყვანი, ვინც ამ ფუნქციას რეალურად ამუშავებს და მივიდივართ შეიქმნა საბიუჯეტო ოფისი, ასევე ჩემი ინიციატივით, რომელიც უფრო ზუსტ ინფორმაციებს გვაწვდის. და რაც შეეხება ოპოზიციაში გადასვლა, ეს თვითონ პარტია გადავიდა ოპოზიციაში, მთელ რიგ საკითხებში ჩვენ არ ვეთანხმებით კოალიციას, არ ვეთანხმებოდით კოალიციას და ამიტომ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაწილი, რაც ჩვენ დავინახოთ, რომ პოზიტივია, პოზიტიურად შევაფასებთ, რასაც დავინახოთ, რომ ნეგატივია, ნეგატიურად შევაფასებთ და ჩვენ ვართ სრულიად განსხვავებული ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ოპოზიცია, რომელიც იმაზე ეხლა ცალკე აღარ ვიტყვი, არ არის დროის დახარჯვა. საჭირო. მე სპეციალურად ამ პოლიტიკურ ჭრილში ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ ეხლა ქვეყანამ ამდენმა პოლიტიკურმა არეულობამ ბევრჯერ დაღუპა და ნამდვილად არ მინდა ეხლა ეს საკითხი ეკონომიკური ხალხის მდგომარეობა და აი ეს რაც ხდება ეხლა ეკონომიკურ მიმართულებით და ამ ჯგუფში ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, მე არ მინდა ეხლა ამ პოლიტიკური ელფერი მივცეთ, მაგრამ მე ერთი რამ მინდა გკითხოთ, უბრალოდ არ ვიცი სწორად დავსვათ თუ არა ამ კითხვას. ეროვნული ბანკიდან გამოვიდა მონიტორინგის სამსახური, ხო? გამოიტანეს, რომელიც იყო და მონიტორინგის სამსახური ნიშნავდა იმას, რომ ბანკები აწვდიდნენ სისტემატურ ინფორმაციას, რა ხდებოდა, ხო? მათთან და მე შემდგომ ხდებოდა ამ ყველაფრის კონტროლი და მე თლიანად პროცესის მართვა ხდებოდა. ხომ არ მოხდა, რომ ეს მონიტორინგის სამსახური არ უნდა გამოსულიყო? ანდა სწორად აწვდიდნენ თუ არა თქვა ბანკები ამ ინფორმაციას. თქვენ ფლობთ ამას? არა, ჩვენ ერთი რამე განვსხვავთ აქ. რაც გამოვიყო ეროვნულ ბანკს, ეს ერთ-ერთი ჩემი ინიციატივაც იყო მათ შორის, რომ ეხება მონიტორინგის სამსახურს, ეს ეხება ძირითადად ახალი სამსახურია ბოლო 10 წელი არსებობს, ისეთი გადარიცხვების შემოწმებას, რომელიც შეიძლება იყოს არასახელმწიფოებრივი, ტერორისტული ორგანიზაციების და ასე სხვადასხვა სახის, რომელიც შეიძლება ეროვნულ ბანკთან იყოს, შეიძლება ფინანსთა მინისტროსთანაც იყოს, შეიძლება მთავრობასთან იყოს და ეს ახლა არის მთავრობასთან. უბრალოდ ვინც ეს თქვენ ვისაც ესაუბრეთ, გაღრევა ხდება კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის სამსახური. ის სრულიად სხვა სამსახურია, ის დღესაც ეროვნულ ბანკშია, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ეროვნული ბანკის არის ზედამხედველობის გაწევა კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, ეს სხვა სამსახურია და დღესაც ეროვნულ ბანკში მდებარეობს. ხოლო ის სამსახურს სხვა ფუნქციები აქვს და ის დამოუკიდებელი მუშაობა ხდება. ამათ შეთანხმება თუ რაიმე საკითხზე ჭირდება, უნდა ხდებოდეს. უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება. გაქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ იქ პრობლემატურობა, ჩვენ შეგვიძლია ამაზე დავაზუსტოთ და მე მოგასვლით ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. მე მინდა რეალური მდგომარეობა არის ასეთი, რა გვეშველება? მე იმას ვიტყვი, რომ კიდევ მაყურებელმა პირველ დარეკა და იქ მაშინ თქვა, რომ ნაციონალიზაციაზე ილაპარაკა და გადანაწილებაზე, რომ მე მგონი ეხა დღეს საქართველოში რომ ჩვენ ნაციონალიზაცია მოვახდინოთ და რაღაც სოციალისტური რაღაცა ნაბიჯები გადადგათ, ეს უკვე წასული დრო არის, ამას უკვე აი 2 წუთი რა შეშეიძლება, აი ხალხს რა უთხრებით და რაც შეიძლება, რაც უნდა შეგვიძლია მოვხდათ მოსახლეობას, რომ მარტივი პერიოდი არ არის ნამდვილად იმას, რაც ამ განცხადებებში თქვენს მოისმინეთ და ჩვენს მოისმინეთ, ალბათ ადეკვატურად შევაფასებთ, დავინახოთ, რომ მთავრობას, დღევანდელ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აქვს სერიოზული პრობლემები გადაწყვეტილებების მიღებებში და